გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, გამოიწერეთ ჩემი არხი. ეხლა ვარ ოჰაიოში და მივდივარ მონტანაში, მონტანიდან მინესოტაში უნდა გადავიდე და ანუ ზედა შტატებში უნდა გადავიარო და მივდივარ აიდაჰოში რა. ამიდებს რასაც ვნახულობ. ძალიან ცუდი ამიდებია, თოვლი არის და წვიმა არის. და ვნახოთ რა ამიდი შეგვხდება და როგორ ვიყავთ რა. ეხლა არის სამშაბათი. გუშინ დავაპიკაპე ტვირთები ავიღე. ტვირთები და ერთი ტვირთი ავიღე და ორი დელივერი მაქვს რა, სალფეტკები მაქვს და ნახოთ გზაში რა გადახდება და რა იქნება რა. იმედია მშვიდობით ჩავალ და let's see ვნახოთ რა იქიდანაც რო წამოვალ, იქიდანაც სავარაუდოდ ეგრე უნდა წამოვედი და ნუ ყოველ შემთხვევაში თოვლი უეჭველი მიწევს რა. ნუ ზათორ ყველაფრით ჭაჭები ვიყიდე. ნახოთ რა იქნება რა. წავედი და შევხვდებით, შემოგვიერთდებით გზიდან. მოგესალმებით მეორე დღიდან გუშინ ძალიან ბევრი ვიარე. ძალიან ბევრიც არ ვიარე, მაგრამ ბევრი ვიარე რა. ხოდა აღარც მქონდა თავი, აღარც ვიდეო ჩაწერეს არ არის. მოკლედ დღეს მოვედი და ვიცალე. ძალიან დიდ warehouse-ში ვარ და აქ კიდე ფულის გადახდა უნდა ხა. რომ დამცალეს მომსახურების ფულის გადახდა უნდა რა. ხოდა ეხა ამათველოდები რომ ფული აესახოთ და წავალ რა. მოკლედ კიდე რა არის რომ ერთ-ერთი დელივერი მქონდა და ეხლა მაქვს კიდე მეორე დელივერი რა, ეს მაქვს ბოისეში. ხოდა გზად ნახეთ სხვა ტვირთი, რომელიც მაქსიმუმ 50 მილი იყოს გადმოხვა რა. ხოდა წავალ და იმ ტვირთსაც წავიღებ რა. ნუ ამ ტვირთის დროს რაც დიზელი უნდა ჩამესხა მაგთან ხას ამოვიღებ მაინც მაგ ტვირთს რა. ანუ კარგად დაინთხა და მესამე თვია მუშაობ ჩემი მანქანით და მეორედ დავმენთხვა ესეთი რომ ესე რომ ტვირთი უნდა დავიმატო რა. ანუ სუხშიათ არის ჩიტება ესეთი რაღაცები რა. ვიცოდი რომ ეს ორი დელივერი რო გქონდა რა. ავიღე ძალიან ცუდ ფაში იყო, მაგრამ ავიღე რა მაინც მანქანაში რა რომ მეთქი ოკეია თქო რა. კი დღეს დამჭირდება სავარაუდოდ ერთი გაჩერება მინიმუმ. საწყოს სადაც ჩავასხავ, საჭმელს შეჭამ და წყალს გადავულებ რა. პროსტა ამათმა გამიშონე ხა მალე. წავედი მოკლედ ახლა გავწევ ამას, საბურავს უკან და დაველოდები და წავალ პიკაპზე და პიკაპიდან შემოგიერთდებით. მოვედით პიკაპზე. ახლა შიგნით შევალ, დავჩეკინდები და გამოვალ. შევალ შიგნით მოკლედ დავჩეკინდები და მომცემი კარს და იმედია მალე დავიტვირთები რა. მოკლედ მომცეს თოკი. შვიდზე დააყენეო და 4500 ვარ ზონაში. ცოტა ვარ ძალიან. ეხლა უბრალოდ ტრაილერში უნდა ავიდო და ლოუდ ბარები უნდა გავუკეთო რომ პიკაპის და დელივერის მიხნე რომ თავიანთ ტვირთი აღიღა და სხვა არ ჩამოიღო და შარშარ გავიჩიტო რა. ეს არის ლოუდ ბარები. დავედი მოკლედ და გავუკეთებ ლოუდ ბარებს და იგავ. ეგარ ერთი ლოუდ ბარიც ეყოფა რა. ეს არის როტირთ მარიქანა. წავედი მოკლედ ახლა დავაყენებ 7 დოკზე და დავუტვირთები და გავალ. სწრაფად გადავულებ წყალს, დიზელს ჩავასხავ. შევჭამ და გავეშვები რა. შემოგიერთდებით გზიდან იმედია კაი ამიდი იქნება რა. დროებით აბა. მოკლედ ჩავასხი საწვავიც. წყალის გადავალი საჭმელი შევჭამე. და დარჩენილი მაქვს 3 საათი ნახევარი. 3 საათი და 28 წუთი მაქვს დარჩენილი და ლოგბუქზე მაქვს დარჩენილი 2 საათი და 28 წუთი. და ხას ერთი 2 საათი ვილი კიდევ და მომიწევს ზუსტად 12 საათისკენ გაჩერება რა. გავჩერდები 12 საათზე
დავიზინებ, კარგად გამოვიზინებ და 11-12 საათზე რომ მივიდეთ დელივერზე, ოკეი იქნება რა. ტვირთს რაც გადავხედეთ ხვალინდარ რაც ზეგინდელ ტვირთს, რომ ამ ყველაფერს დავადელივერებ, ხვალ ამას დავადელივერებ იქნება ხუთშაბათი, მე ჩავალ აიდაჰოში ბოისეში, ცოტა მეძინება და ვერ ლაპარაკობ. აიდაჰოში ბოისეში ჩავალ მე და პარასკევს დილით დავადელივერებ 8 საათზე მაქვს მაგის დელივერი რა. ხო და მე ეს დისპეჩერმას ვნახეთ რაღაცა ტვირთი უბრალოდ ჭირდება ისინი რა ქვია საჰაეროები ტრაილერს რა. ხო და ტრაილერს საჰაეროები არ აქვს და მაგიტო ვერ ავიღებთ რა. მარა გავაკეთებ საჰაეროებს. ჰონდიპოში გავჩერდები და გავაკეთებ რა საჰაეროებს რა. ნორმალური ტვირთი არის და მაგის გამაზვა არ შეიძლება რა. ხო და ხვალ გეგმაში მაქვს რომ ეს დავადელივერო მალე მე მაქვს ალბათ 1-9 საათის მაქსიმუმ სასიარულო და შუა დღეს სადმე ისეთ ადგილას გავჩერდები რომ დავისვენო კიდევაც და ეგ საჰაეროებიც გავაკეთო რა და საჭმელსაც შეჭამდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ საჭმელის გარეშე არ შეიძლება ცხოვრება. რაც მოვდივარ ახლა ტრაილერები საერთოდ არ დადიან რა ამ 94 გზაზე რა. უფრო ლოკალები დადის რა, ანუ შტატიდან შტატში შტატში შიდა გადაზიდვები ან კიდევ საქონელი რო გადაყავთ რა და საწავი სისტემები დადიან რა. და ბევრი მანქანები არ ხვდება ვეისტეიშენების დაკეტილი არის და თავისი წყნარი აქედან სიმშვიდეა მაგარი. რასაც ვერ ვიტყვით მე 40 გზაზე. იდეაში არც მე ვასებო და მე 40 გზაზე და ქვედა შტატები რა. მე 80 გზა მევასება, მაგრამ აი მე 80 გზა ისე ვიცი, რომ აი თბილისიდან მარტყოფამდე როგორც არის გზა. აი ხა თვალდახუჭული ვეღარა ვალ, მაგრამ მაშინ თვალდახუჭული ავდიოდი, თან ისე რომ იამკების ისოდი სად იყო და რა იყო რა. და მაგრამ მევასება მე 80 გზა რა, თან ხა თოვლები დაიწყება რაღაცეები და ვნახოთ რა. ბოისეში მგონი ხვალ საღამოთი მიწევს ცოტა თოვლი რა. მარა ოკეი არის რა, ყველანაირად მზად ვარ. მაგად 1-2 საათი კიდევ ვივლი. მონტანაში რაც არ მევასება ტელეფონი არ იჭერს, ვერავისთან ვერ ვლაპარაკობ. ვერც მუსიკას ვერ უსმენ, ვერც კინოს ვერ ვთავ. და მივდივარ ესე დავდივარ რა. 2 საათი მომიწევს სიარული, ხვალ ალბათ 3-4 საათი და აიდაჰოშიც საიდანაც უნდა ჩავიდე, დღეები არის და მანდაც არ იჭერს აწესურა ტელეფონი და დიდი ალბათობით, როგორც ყოველთვის, მუსიკების გარეშე ფიქრებს მივეცემი და ვიფიქრებ რა. ტრაილერზე როზე ხარ, ფიქრის მეც არაფერს არ აკეთებ. და ძალიან მაგათ ვცვლის ადამიანს. მე რაღაცაზე ფიქრდები, მე რაღაცაზე საანალიზებ და მარტო სუდი არ არის ტრაილერზე ზონაში, თუმცა რაღაც პონჩის კაიც არის რა. მოგესალმებით. ხუთშაბათი დღიდან. როდი ხალხი დაუგანე მოტოციკლისა და ჩავატარებიდი აი. განათებები ვნახე, საბურავები ვნახე, ტორმოზები ვნახე, შეზღუდვაში კი ყველაფერი ვნახე. ხოცი არის ყველაფერი და ეხლა გავაგზავნე ფაუტკების სიამს. გუშინ სადაც გავჩერდი. ძალიან ცოტა მანქანები იყო და მაგიტომ მევასება მონტანა რა. მონტანაში ყოველთვის მონტანა ნორდ-დაკოტა ყოველთვის ისინი არის. პატარა მანქანა, ცოტა მანქანები დგას რა. პიტიეს ვატარებ ხოლმე ესე რა. ნუ გაქვს რომელსაც დააჭერ და ფარებს ანათებს ყველას რა. ცალ-ცალკე შეხედო გინწი გინდაკა უკან და გინდ ტრაილერს ნუ ეს პატარა სტიკერი და მე დავაკარი
ტვირთი ისე ისე როგორც უნდა იყოს. წავედი ხა 1 საათის სასიარულო დარჩა და ამას დავადელივერებ და მე ბევრი აღარ მომსაჩენილი ალბათ 9 საათის სასიარულო მომწოდა. წავედი მოკლედ და შეგოგიერთდებით გზიდან. მოვედი Home Depot-ში მოვედი ხა და ხوار ხატავ. Hello. მაგარი სიწყნარი არის და მაგარი სუნჩიტი არის. ჩვენ ახლა გვინდა გრილები არ გვინდა, ელექტრიკა არ გვინდა. Mowers არ გვინდა, light box არ გვინდა. Power tools. წავედი და ვიცი ახლა გვინდა. პატარა დრელეს ავიც ეგეთი რომ მithქვალი ისინი ამოჭრათ რა. ის რა არის? Rodney PC. Როცა 80. ვიდეოს ჩემი პრობლემიანი არის. მე რაც მაქვს. ეს მაქვს ჯობი. მოკლედ დრელი ავარჩიე. გასახრეთის ვნახე და ეხა ველოდები იმას რა ქვია. აქ ერთი ქალი არის. ზევით რაღაცას აკეთებს და ჩაკეტილი არის ეგ. რიადი რომ ეგ სანიაო ავიღო რა. გადაკეტილი აქვს აქეთ. ბევრი ვარჩი ცოტა ვარჩი ყველაზე კაი ივენტები ესე ვნახე. და ხო რა. ყველაზე კაი ესენი არის, იმიტომ რომ იქითკენ დიდები იყო. და კიდე პატარები არის და უკან დამოტევებიც არ აქვს და კარგად დადგება კარებებზე რა. ამაზე მოკლე და ამაზე პატარა მგონი კიდე აღარ არის. ეგენია რა. მოზიკა ესენია. და მე ვიყიდი რა. 3 წელი რა ვიყიდე, ოკეი, ერთ წელს მაინც ვიყიდი რა. იგადოს რა ტრაილერში. თუ მე ვარ მხარეს მომთხოვს, მე ვარ მხარესაც გავუკეთებ რა. არა დიდი ალბათობით არ მომთხოვენ და უკანა მხარეს გავუკეთებ ორცაც რა. წავედი მოკლედ ახლა ამას ვიყიდი. ცოტაც ამ ყველაფერში დავხარჯე 2 საათი და იმედი მაქვს რომ თავის დროზე ჩავალ, იმიტომ რომ ხვალ რა დავაპიკაპებ, ხვალ ძალიან ბევრი სასიარულო მექნება რა. ეხლა გავჩერდი Yellowstone-ის Trevor Plaza იყო და დაკეტილი არის. მეთქი რამეს ვიყიდით ხო სუველიც არ ამერთ, მაგრამ დაკეტილი არის და უბრალოდ შემოვიდა ძალიან ლამაზი ტყეები არის და მთლად ეხლა ყაზბეგის ხელა და ყაზბეგის ლამაზი ტყეები არ არის, მაგრამ ლამაზი ადგილია ძალიან. და ყველგან აწერია რომ Yellowstone-ის რეზერვაცია არის და Yellowstone-ი ვისაც გქონდა მიხოდებ. მოგესალმებით პარასკევი დღიდან. ტვირთი უნდა მეღო და სადაც ტვირთი უნდა მეღო იქ გაკენსელდა, იმიტომ რომ რაღაც დაუზიანდა და ხვალ იქნება მზადა და ხვალ ავიღებ რა. დღეს დავიცნობ, დავიძინებ. დღეს დილით რო დავადელივერე ერთი ტვირთი, ბოლო ტვირთი რაც ქონდა 10 საათი იყო რომ დავიძინე და ღამის 3 საათზე გამოგვიძა რომ მოდიო, შემოდიო, თან ისე მიბრახუნებ და რო გავიღვიძე შოქში ვიყავი, მეც სად ვიყავი, რესტარიაზე ვიყავი. ეგზზე ვიდექი, თუ ტრაქსტებზე ვიდექი, ეგ ვერ გამეგო რა. ისე გამოგვიძა და სადაც თავი მიდეს მინამად მიბრახუნდა და დღეს თელი რაღაცნაირად ვარ რა. მოკლედ დავისვენებ დღეს და ხვალ წავალ რა. გავაგზავნე ქსიებს. მანამდე კიდე ვენტებს დავადებ აქ. აი აქ უნდა მოჭრა ორი ცალი და უკან უნდა მოჭრა ორი ცალი. просто ეხა აქ ვერსად ვერ დავდებ კამერას რომ კარგად გამოჩნდეს და თუ ვერ დავდე უკანას მაინც განახეთ როგორ ვაკეთებ და რანაირად უნდა გავაკეთო რა. წავედი მოკლედ. ეს ორი დირკა დავადე აქ.
ესაც მიადგება საკაიფოდ აქ. ხო, ისე ეს 2 დრელე ვიყიდე, თავიდან თითო დრელე ვიყიდე, ეხლა ეს 2 დრელე ვიყიდე რა, იმიტომ რომ $40 იყო განსხვავება რა. ეს ხვანაირი არის, ხვანაირი პირი აქვს, ამას ხვანაირი პირი აქვს რა. ბატარეებიც მოყვა. ყველაფერი. ეხლა ეს შურუპები რო გავუკეთოთ. დიდი ალბათობით ეს შურუპები აქედან კარგად გაუკეთება, მაგრამ უკანას არ გაუკეთდება კარგად და უკანა გადასაჭრელი მექნება რა მერე რა. ესაც შევამაგრეთ. დავიწყეთ ახლა ამის გაკეთება. აი პასტა შევამოწმოთ ერთი. ხო. ოკეი, იქნება ეს. აქედან კარგია. ახლა მეორე მხარეს მოვნიშნოთ. შემოსმონიშნოთ არა. Ja. Minna, კამპეტი გაიჩითა. ეგ არის რა, ეს ერთი დავამონტაჟეთ მენტი. ახლა გადავიდეთ უკანაც დავამონტაჟებ ფეცას და ეგ არის. ოპა. ამ ცოტა ნელა უნდა ვქნათ. რაღაცა კუსტარულად და ისე კი არ ვამზადეთ, იმენა პროფესიონალურად და ყველაფერი იოუტის წესებში რომ ვიდიოდის. ნაგავი არ დავყაროთ, არა დავანაგვიანოთ. ოკეი. ეს დაუშვათ წავიდა აქ და მეორე გინდა სადღაცას აქ. ესე ხوار გავხრწოთ. დამივარდა. ეხა აქ გაჭედოთ. ნაგავიც ამოვიტანოთ ახლა და გამოვიდა ეს. უცბად სწორიც არ არის თანამედროვეულად რა. არა ოკეი არის, გარედან ახლა ამასაც დავამაგრებთ და ოკეი არის. და კიდე იმის თქვა მინდოდა რომ ანუ ძალიან ბევრი ტვირთები არის, ესეთი ტვირთებია რომ არ გაძლევენ რა საჰაერო თუ არ გაქვს რა და გვაქვს.
შეიძლება კი არა დიდი ალბათობით ზოგ კომპანიაში, რომელი კომპანიებიც ცოტა ისეთი კომპანიებია რა, დიდი კომპანიებია, მან და არ მოხსენ უფლება რა და ეხა თან დრაივერს არც გენდობიან რა და ქართულ კომპანიაში, ეხა ქართულ ჯიგრულ პონჩი კომპანიებიცაც კაია და შენთვისაც კაი არის, რომ მონტებს გააკეთებ რა. მოკლედ წავედი ეხა გარედან გავუკეთებ ამებს. ერთი ბოტი წავიხოთ. გარედან გავაკეთეთ. და ეხა კამერას სად უნდა დავამაგრო არ ვიცი. просто ეხა კამერას სად უნდა დავამაგრო აზრზე არა ვარ. просто ეხა ის გვაქვს გასაკეთებელი რომ იქითკენ სკვაზნოი არ გავუვიდეთ, აქეთკენ სკვაზნოი გავატარეთ. და უნდა მოვაჭრათ ეგენი. აუ ღამე სულ ამაზე მეფიქრებოდა იმ. ოკეი, ეს ყველაფერი გაკეთე, просто ესე უნდა მოვაჭრა ეხლა რა. და დიდი ალბათობით ამ შურუპებს გამოვიყევ და ისე დავაჭრე. წავედი მოკლედ ეხლა იმას ავიღებ. იზის უნდა მოვაჭრათ, მაგას ამოვიღებ და ეხაც მოვაჭრათ და ეგ არის. დიდი ალბათობით ამით ჩემ ფეხებს გადავჭერთ. თუ არ გამოიყენეთ ტექნოლოგია. просто ეს მოვასლაბო, რომ მე ქვევით რომ იმას უნდა გადავჭრი. სხვაგან არ გადაწყდეს რა. ეს ვაფშე ეგრევე გადაწყდა, მაგრამ წავიდა ეხა ის დიდდან ნატირები. ეგ არის ვენტები გვაქვს, რაც გინდა აიღეთ. ეხლა თვითები მიდი გამოვუშვით. ვენტი საქართველო. ყველაფერი ხოდი აქვს. მოკლედ ეხლა ავალაგეთ ეს ყველაფერი, ჩავალაგეთ და წავედით. ტრაილერსაც გავწყდავ ეხლა. საკაიფოთ, მე წავაწყას გადავულებ. რომელიც მან არავის არ დაგაჭიროთ, მაგრამ რო იცოდეთ სადმე თუ დავინახეთ ტექნიკა არის. აუ ეს რა მაგრად მეწვის ხო არა ხადაო. ტიპი შემერჭა და სანაგუია ნაგავია. გავწინდათ, მე გადავყაროთ. ეს ჩანთაც მოყვა, ძალიან ზერსკი ჩანთა არის და წავედი მოკლედ რა. საჭმელს გამოვიძახებ ცოტა ხანში და ჩავუჯდები შევჭამ რამეს რა გემრიელობას. ესენის მონტაჟორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მოუხდა და კარგი არის. უკანაც განახილეთ. ესეც უკან hello სურაღაც არის მე ზოგი ინსტანს რა უნდა კონდეს რაღაცები და მაგის ასაფარებასაც მოვიფიქრებ რომ მაგაზი არ დააკენსელო თვირთი წავედი მოკლედ